მესამე დოსიეზე უნდა ვითამაშოთ, რომელშიც კეთის ექნება უპირატესობა და ეს არის მსოფლიო ისტორიიდან კითხვა. პირველი მინიშნება. შესვაჩვენებ. აბა, რა ხდება? ხო, პოლონური რადიო. ასაც ხედავთ, რომელსაც აქვს სამიზნე ლოგო. ეს ბანერი არც არაფერს არ ამბობს სავარაუდოდ. უბრალოდ მინიშნებაცაც არ მგონია, უბრალოდ ბანერია რადიოზე და მოსჩა. თუმცა თუ პოლონელი მხატვარი შეიძლება იყოს. ყავს ფავორიტები პოლონელი მხატვრებს შორის. მართლა? ჯორის ქალები კი ტამარა დელემბიცკა მაგალითად ჩემი საყვარელი ერთ-ერთი მხატვარი არის. იცი არის პოლსკი ჩემი აბსოლუტურად ნულოვანი პოლონური ცოდნით, მაინც მგონია რომ პოლსკოე უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება ეს ჩემი სხვა ენების გავლენით არის. ლოგო არის სამიზნე. თუ ეს არის მინიშნება, რომელიც მე უნდა ვიფიქრო პოლონურზე და ხმაზე, შეიძლება წავიდე კომპოზიტორზე. შეიძლება. ხო, იცი რა არის სხვა ვერაფერ თვითონ შენობაზე დაფიქრებას აზრი არ აქვს ჩემი აზრით. და ხო, აი საუნდები და პოლონელები, ეგ არის. არა, ჯერ არა, ფიქსირებ არაფერს. რა თქმა უნდა, არა. დაფიქსირია, არა, კეთი მარ დაფიქსირა არაფერი. ხო, ახლა მოდი რა ვთქვათ, პოლონელი ადამიანი და პოლონელი სავარაუდოდ ძალიან ცნობილი უნდა იყოს ისტორიაში. ეგეთი ბევრი იყო, მაგრამ ახლა კონკრეტულად რა წავიდე, მოკლედ ვერსია მაქვს ცოტა ისეთი, რომელიც პირდაპირ ალბათ არც შენობას უკავშირდება, რომ მარია კიურია. ალბათ კეთისაც ქონდა ვიღაც პოლონელი და რადიო. ეს რადიო პირდაპირ შეიძლება რადიო კომუნიკაციასთან არ იყოს და რადიოაქტიურობასთან და რადიომთან იყოს დაკავშირებული, რომელიც მარია კიურიმ აღმოაჩინა. ეს შეიძლება პოლონეთის საელჩოა, მაგრამ რადიო რატო წერია? პოლონეთის ვიღაცა რომ პოლონეთის საელჩო იყო. მგონი რომ ამაზეც კეთის მოსმენ დარჩენილ დროზე და დავფიქსირებ მარია კიურის. აფიქსირებ მარია კიურის 4 ქულაზე პირდაპირ. მათ 4 ქულაზე, არ ვიცი, ან თამაშია და ან შენი ვნახოთ იმაში მოვლენების რაუნდში რა იქნება. დაფიქსირა? დაფიქსირა. ეხლა რაღაცა იდეა მეც მომივიდა, მაგრამ რა იდეა მოგივიდა? თქვა? ამიტომ სწორია? ხო, იმიტომ რომ სწორია ეს პასუხი. კიურია, ხო? თან ეხლა მოვიფიქრე რადიუმი და პოლონელი. რადიუმი და პოლონიუმი არის ორი ქიმიური ელემენტი, რომელიც უკავშირდება მარია სკლადოვსკა-კიურის პოლსკიე და რადიო არის პოლონური რადიო, ანუ პოლონიუმი და რადიუმი. კი, მიმხვდარ ხარ ამასობაში, კი ბატონო. ძალიან ის არის. კაი კითხვა იყო ძალიან. ხო, ეს კარგი მინიშნება გამოვიდა, ზუსტად პოლონიუმი რადიუმი, პოლონური რადიო და შანშემ აიღო და 4 ქულაც შენია. 7-0 ამასობაში მეგობარო. შემდეგი მინიშნება იყო ასეთი. ხო, იმიტომ რომ ეს არის კიურის კუბო და სპეციალურად არის ასეთი რომ რადიაკტიურობა აბერეკბერ მიეკარებინათ. ხო, არავინ არ მიეკაროს, ასე ვთქვათ და მივხვდებოდით ვინ არის ასე დალუქული, ვინ შეიძლება იყოს. ამის შემდეგ გქონდა ჩვენ ორი რეკვიზიტული მინიშნებაო, ვთქვათ თუ აქამდე ვერ რომელიც საიდან გვაქვს სანდრო? რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ექსტრა ჯიდან. ეს არის ფიზიკა და ქიმია, ხო? ფიზიკა და ქიმია, საინტერესო ფაქტები, ეს წიგნები მართლა შეგიძლიათ შეიცინოთ. არასწორად მიჭირაოს. ესე. ესე და ბოლოსაც გაჩვენებთ. ეს იყო უკვე ორქულიანი და თუ რაღაცა მოხდებოდა და მოკლედ
ეს არის სავოის ბოლო მინიშნება არის კი ბატონო ანუ ვიცნობთ ერთ-ერთი ქალი იქნებოდა კონფერენცია სადაც არ არის კიური არ არის კიური როგორც წესი ეს ფოტო ცნობილია იმით რომ ერთ-ერთი ქალი არის კიური და არ არის იმიტომ რომ ამოვჭერით სპეციალურად კიური გავაქრეთ რადიუმის დახმარებით